როცა ჯვარს იწერენ, იქ არის ეს ტროპარი, მოწამეთა ტროპარი. ანუ ეკლესია ახსენებს ამ მოწამეთა ლოცვით, რომ ქორწინება არის მოწამეობრივი ღვაწლი. ახალგაზრდები რო ქორწინდებიან, ახალგაზრდებმა რა იციან, პატარები თუ ახალგაზრდები ქორწინდებიან. მათ ერთმანეთი უყვართ ეს რომანტიული სიყვარული, ამაზე მშვენიერია. ხშირად ვერც სასწავლიან უფროსებისგან, რა სწავლობენ ქორწილში, ყანწებს და ატრიალებენ და აბა ბედნიერები იყავით, მაგრამ კითხვას არავინ არ სვავს, კი მაგრამ ეს ბედნიერება რა არის? და სად იპოვნება, სად იშოვება ეს ბედნიერება და არიციან ადამიანები. სინამდვილეში ადამიანი როცა ქორწინდება, მოწამეობრივ ღვაწლზე მიდის. იმიტომ რომ ეგოისტია, მეორეც. იმიტომ რომ ამპარტავანია, მეორეც. იმიტომ რომ თავნება, თავდაჯერებულია, საკუთარი სიმართლეა, ხშირად მრისხანია, გაღიზიანებულია, უხასიათოა, წუწუნაა, პრეტენზიულია. ის მეორეც ეგეთია, კაცო. ყველა ესეთები ვართ. ხო და ეს ორი ეკლიანი არსება ერთად რო არის ერთმანეთს ჩხლეტან მერე და პრობლემას უქმნიან. და მე ფიქრობ ბედნიერება სად არის კაცო? სად არის ბედნიერება და სახში მისვლა არ უნდა ერთს არ მეორეს. მე პატარა კონფლიქტზე გარბიან. ადრე ჩვენ ძველად გივე საბჭოთა კავშირის დროს იქ ათესავები, ბებიები, ბაბუები და რაღაცა რიდი ქონათ. დღეს არავის რიდი არ აქვს. გესმით? ამიტომ არიციან რა არის ბედნიერება. პატარა გოგოსაც და პატარა ბიჭსაც ბედნიერება გონია რა. რომ თვითონ ისიამოვნოს, რომ მოემსახურონ. ამდენჯერ მომისმენია, რომ რატომ მოყავს ეს გოგო ცოლად მეუბნები. ამოიცი რა, აი ამდენი მინახავს ცხოვრებაში ან ვიღაცებს ადრეს ვიცნობდი, მაგრამ ეს გამიგებს. ანუ იმიტომ მოყავს ეს გოგო და არა ის გოგო. ეს გოგო მას გაუგებს. გესმით? უკვე ხარვეზიანია თქვენი ურთიერთობა. ქრისტიანი ასე არ ლაპარაკობს, კაცო. გამიგებს მე გაუგებ, ხო? სახარებაში სად გვაქვს ცნება, რომ ვუყვარდე, პატივი მცენ, გამიგონ, ხო? მაპატიონ. პირიქით არის, ვაპატიო, გაუგო, პატივი მცე, მიყვარდეს, გესმის, ვიტვირთო. ანუ ქრისტეს აცდენილია უკვე. ჯვრისწერა ფორმალობა, არაფერს თქმელი არ არის ამათვის. და შედეგიც სახეზია.